მემატიანე გვიამბობს, რომ ოდესღაც ეს მიწა ისე განადგურდა, რომ გაუკაცრიელდა. აქედან მიჰყავდათო ტყვეები, წერს იტალიერი მისიონერი კრისტოფორო კასტელი, ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდა გოგობიჭები. ქართველი ტყვეები გემით აჭარაში გადმოჰყავდათო და აქედან სხვა ქვეყნებში ანაწილებდნენ. ეს კასტელის ნახატია, ბავშვების გასაყიდი ბაზარი ქობულეთში. საუკუნეები გავიდა მას მერე და ტყვედ აყვანის ძალადობის სისასტიკე მორალურმა ძალადობამ შეცვალა. როცა მატერიალურად შეჭირვებული ოჯახებიდან 1000-გვარი კეთილდღეობის დაპირებით მშობლიური მხარეებიდან უცხოეთში გაჰყავთ ბავშვები, მათივე ნებით. ისინი საკუთარი მიწაწყლისთვის უცხოვდებიან. სულ ერთია, საიდან მოდის ეს მორალური ძალადობა, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან. შედეგი ასეთია. ეს ბავშვები, ეს გოგობიჭები თანდათან კარგავენ მშობლიურ ენას, სარწმუნოებას, ეროვნულ იდენტობას. დადგა დრო და საქართველოს ეკლესიის წიაღში დაიბადა გადაწყვეტილება. ეს ბავშვები უნდა გადარჩნენ. მე ვარ ალი, აუგლაჯეთიდან. აქ ვსწავლობ აჭარაში, ზემო აჭარაში, ხიჭაურში. ეს ინსტრუმენტი ქვია ქართულად ჭიპონი აჭარაში, თურქეთში თურქულად თულუმი, ძველ ქართულად არის ტიკი. ჩვენ ტიკი განსხვავებული გვაქვს აჭარული ჭიპონსთან, ზედან ქსოვენ ასეთი გაფორმებული. მე რასაც დაუკრავ ახლა, ის მელოდი არის ლაზური, ჩვენ აუგლაჯეთში ლაზები და ქართველებთან ცხოვრობ და უფრო უკრავ ჭიპონით ლაზურ მელოდიებს. გამოგვივია სამასლოვანი აღმოსავლური თურქული ბატონობა და არც ერთი რაიონი არ არის ისეთი ძნელი, როგორც მეუფეს ეს რაიონი. ახლა უბრუნდება თავის რწმენას, ძველ რწმენას, მაგრამ ასაკიანებში, ჩვენ პაპებში, დედებში დარჩენილია მაინც. იქეთ უნდა თუ აქეთ უნდა იყო, აქ უნდა დახმარება. ჩვენი უნივერსიტეტი სწორედ ამ ადგილზე მკურნალია. ტრაპიზონის იმპერიას ავიკითხავ. ამ რეგიონს ეხება. ჟამი ჟამობს, ქარნი ღრუბლებს მირეკავენ, მოწმენდილი ცა, ნიადაგცის სფერია, ისტორიის ქვა ღორხსა და ნარეკალში თვლემს ვულკანი ტრაპიზონის იმპერია. რაც განგებას ჩემთვის მიმოუჩენია, სხვის ტრამალებს ჩემი ადლი მირჩევნია. აქ მღეროდნენ, მღერიან და იმღერებენ დუხს ვულკანი ტრაპიზონის იმპერია. დგას ნაკურთხი ციხე აფსარს მზით ნაჟური და მომბღავი ჟამი გლოვა სიმღერიან, ვით გავლილი წლები ყრმობის გიჟმაჟური დევს წარსულში ტრაპიზონის იმპერია და ძარღვებში ცეცხლოვანი სისხლი კოლხის კლდეს მოხეთქავს მოწოდებით იმპერია. მე ვარ სუნთქვა ლაღი სულთქმა ჩემი ხალხის, ხელთ მაქვს დიდი ტრაპიზონის იმპერია. ეჰეი თამარ მაპატიე შეძახილი, დახავსებულ წელთა კლიტე მიმტრევია. ერთხელ კიდევ გამაგონე ის ხმატკბილი, ჩვენიაო ტრაპიზონის იმპერია.
იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებაი ქართულის ენისაი. დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად. აქვე გავიხსენოთ და ამას ენასაშინა ლაზარე რქვიან. რა საიდუმლოა დამარხული ქართულ ენაში? რა საიდუმლოებაზე გვესაუბრება იოანე ზოსიმე? და ესე ენაი მდაბალი და დაწუნებული მოელის მას მეორედ მოსვლასა უფლისასა. განსაკუთრებული ყურადღება აი ამ ბოლოტაებს მივაქციოთ, მოელის მას მეორედ მოსვლასა უფლისასა. ვინც ელემენტარულად საქართველოს ისტორია იცის განსაკუთრებით მისი გვიანშუა საუკუნე მე-16 საუკუნის შემდგომი პერიოდი მთელი 3 საუკუნის განმავლობაში ვიცით რომ ეს კუთხე იყო ოსმანთა მფარველობის ქვეშ და ისიც ძალიან კარგად ვიცით რომ აქ ვენახი, ეკლესია, იქცა ნაეკლესიარად, ნაფუძარად, მაგრამ ეს ყველაფერი ტოპონიმიკამ შემოგვინახა. კუთხეს, რომელსაც აგერ თავს დავყურებს კავიანის ციხე და უკეთ მოგეხსენება თავად რისთვის. კუთხეს, რომელშიც სასაკლაო ციხეები აიგო, არც ერთ კუთხეში რომ არ არის და ამ კუთხეს სხვაგვარი მალამო ჭირდებოდა. არის ოჯახები, სადაც რამდენიმე ბავშვი ყავთ ეს ტრადიცია მთაში კიდე გრძელდება და იყო შემთხვევები, რომ სოციალურად შეჭირებულებს არ ჰქონდათ საშუალება, რომ რამდენიმე სტუდენტისთვის სწავლის ფული გადაეხადა, პლუს ამას ქონოდა ქირა, საცხოვრებელი. რამდენი ახალგაზრდა ჩვენი კუთხიდან გაედინებოდა მეზობელ სახელმწიფოში. ყველა თავისთვის იბრძვის. მათი სურვილი არის, რომ კვლავ მათი გავლენის ქვეშ იყოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკანასკნელ წლებში დაახლოებით 85,000-მდე უცხოელმა მიიღო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა და ძირითადად ესენი არიან არაბები, თურქები, ირანელები, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ თავიანთი ინტერესები ჩვენს ქვეყნის მიმართ. მიყავთ ბავშვები უმაღლესი განათლების მისაღებად და აქაც გახსნეს ესე იგი პანსიონები და თავისთავად ცხადია, რომ იმ პანსიონებშიც იზიდავენ როგორც მცირე ასაკის, ისე უქმნიან ყველანაირ პირობებს. აგერ ჩვენი სკოლის გვერდით 4-სართულიანი კაპიტალური შენობა აიგო და იმ შენობაში ჰყავთ ბავშვები, რომლებსაც ასწავლიან მუსულმანურ რელიგიურ ღვთისმეტყველებას. რა ის ფასად აძლევდა განათლებას ვიცით და როგორ ვიბრუნდებოდა ეს ახალგაზრდობა. აი ზუსტად ამ უნივერსიტეტის დაარსებით ეს შეწყდა. ამდენად ძალიან დიდია მისია ამ უნივერსიტეტისა, რომ დიახ, სახელმწიფოებრივი საქმე გააკეთა ამ უნივერსიტეტმა. იქ სადაც სახელმწიფომ ვერ თქვა თამამად შეიძლება უნდა და ეს საქმე გააკეთა უნივერსიტეტმა. ჯერ კიდე 2000 წლის წინ, როდესაც პირველი ქრისტიანები შემოვიდნენ საქართველოში, ეს იყო სწორედ აჭარა, დიდაჭარა. აქ პირველად როცა ხატი მოაბრძანეს და დააბრძანეს ღვთისმშობლის ხატი ანდრია პირველწოდებულის მიერ, იქ ამოხეთქა წყარომ და ეს წყარო იყო ჯვრის ფორმის. ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ეგვიპტე, ძველი შუამდინარეთი, ანუ იგივე მესოპოტამია, ხო? კარგად ვიცით, ეს არის ძველი ურარტუს სახელმწიფო, ხეთების სახელმწიფო, ასურეთის სახელმწიფო და ასე შემდეგ და ჩვენ ასურული და ურარტული ლურსმული დამწერლობის მიხედვით ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მსხვილებ ტომებს, პირველ ადერკლასობრივ სახელმწიფოებს, როგორც იყო დიაოხი, კოლხა, ხო, ჰქონდათ ურთიერთობები აღმოსავლურ, აი ცივილურ სამყაროსთან. მოგეხსენებათ რეფორმების ეპოქაში გახლავართ და მასწავლებლისთვის აუცილებელი პირობა ალბათ სწორედ არის სიახლეებისადმი სწრაფვა. პერიოდულად მოხდა მართლობითი სისტემის გარდაქმნა, სახეცვლილება, მაგრამ ძირითადად მაინც სახელმწიფოს მართვა და ბუნებრივია სახელმწიფოს მართვაში საჯარო მოხელეთა ჩართულობა ყოველთვის იყო და არის, იქნება მომავალში პრიორიტეტი. დროზე გაიხსნა მართლაც აქ, როცა რამდენიმე სტუდენტი ყვავდა ჩვენ ერთი და იგივე ოჯახი და რომელთაც სრულიად უფასოდ
დაასრულეს ეს უნივერსიტეტი, როგორც პროფესიული, საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამები და დღეს ისინი კერძო თუ საჯარო სტრუქტურებში არიან წამყვან პოზიციებზე. ეს ახლად დაარსებული უნივერსიტეტი, რომელიც სადღაც 15 წელს ითვლის თავისი დაარსებისა, თუმცა საკმაოდ ბევრი, აი 2000-ზე მეტი ჩვენ უკვე კურსდამთავრებული გვყავს და თუ კვლევებს ჩავატარებთ ამ მიმართულებით, არც ერთ უნივერსიტეტს არ ჩამოვარდება თავისი დასაქმების მხრივად, ასე რომ მათ მიიღეს ის ცოდნა, რომელმაც ცოდნამაც მათ ამ კონკურენტულ არიან გარემოში გაუყვალა გზა ცხოვრების. აქ ნებისმიერ პროგრამაზე ისწავლებოდა ის საგნები, რომელიც ეროვნულ ცნობიერებას ზრდის, ამაღლებს, აღვივებს ქართული ენა, ქართული ლიტერატურა, ქართული ხელოვნების ისტორია, საქართველოს ისტორია და აი სწორედ ეს არის, რომ აქ მიღებული ცოდნა წილნაყარია დიდ სულიერებასთან და აქედან გასული ბავშვი, აქ კედლებში გაზრდილი დაადგება იმ გზას, რომელსაც ნამდვილად ტაძრისაკენ მივიყვავართ და ესეც ამ უნივერსიტეტის ძალიან დიდი დამსახურებაა. უწმინდესმა რო დაგვავალა, რომ აუცილებლად უნდა გახსნილიყო უფასო უნივერსიტეტი, რომელიც შეასრულებდა იმ ფუნქციას, რომ თურქეთში აღარ წავიდოდნენ ბავშვები სასწავლებლად. იმიტომ რომ იქ უფასო იყო და ჩვენთან საქართველოში ფასიანი იყო იმ პერიოდში. როგორ დაიწყო ეს ამბავი ახლა? მე ახალი დანიშნული ვიყავი სხალთის ეპისკოპოსად. 2006 წელში მაკურთხეს სხალთის ეპისკოპოსად დეკემბერში. მოვიდა რამოდენიმე ახალგაზრდა კრამიანი. ჩვენო ვართო სახელმწიფო უშუალობის ოფიცრებიო. თქვენი დახმარება გჭირდება მითხრეს. მე გამიკვირდა მე ვთქარი მე რაში უნდა დაგეხმაროთ რა შემიძლია. მოიტანეს რაღაც სქელი წიგნი ესეთი. ქსეროქსი აწყობილი დიდი წიგნი, აი ამ სისქე იყო და ძალიან ცუდად არისო საქმეო. 12000 ახალგაზრდა არის თურქეთში გაყვანილიო სასწავლებლად, ზემო აჭარიდან, მთიანი აჭარიდან. ჩვენ ოჯახებში მივედითო, უთხარით რატო უშვებთ კაცო თურქეთში საქართველოში ასავლეთო და მათ გითხრესო რომ მშობლებმაო და ახლობლებმაო რომ აქო ფასიანიაო და ჩვენ მაგის საშუალება რა გვაქვს და იქ კიდე უფასოდ ასავლიან და სტიპენდიასაც აძლევენ. თან რელიგიური ბარიერი არ არსებობდა იცით თქვენ ხო და და რაღაცა გვიშველეთო და მე მომიდანეს ეს სიგნები და ამ წიგნებში იყო ეს გვარები, სახელები. ბავშვებს აგროვებდნენ და მე მიყავდათ რა. ძალიან შევწუხდი, ძალიან. რაღაცა გვიშველეთო რა. იმიტომ რომ აი მე ნაკადი ყოველ წელიწად ესე მიდისო და ამჟამადო 12000 ბავშვია გაყვანილი. იმ დროს პატრიარქი მზადდებოდა ბობოყვათში, ისვენებდა. და მე უთხარი ამათ რომ წავიდეთ ახლა პატრიარქთან მეთქი და ჩავედით უწმინდესთან. მიგვიღო უწმინდესმა, ამათ მოუყნა ყველაფერი, მოусმინეს. მოусმინა უწმინდესმა და ძალიან განიცადა პატრიარქმა, აი ლამისი იტირაც რემლები წამოვიდა და რახან ესიაო რომ მიდიანო იმის გამო რომ უფასოა სწავლა იქო. ამიტომო ჩვენო ზემო აჭარაში უნდა დავაარსოთო უფასო უნივერსიტეტია, რომელიც ამ ბავშვებს მიცემს განათლებას. ესე თქვა პატრიარქმა და აი მაშინ მაკურთხა პატრიარქმა რომ აქ უნდა გაიხსნა საჭე და მოძებნე ბაზა აუცილებლად, რომ ეს უნივერსიტეტი გაიხსნას და დაფუძნდესო და ეხლა მე რო ავივლიდი და ჩავივლიდი, ხედავდი ამ საოცარ იმას, რა ქვია, ბაზას, აქ ადრე რუსული სამხედრო ნაწილი იდგა, თავარი, ასე თქვა, ზემო აჭარაში, აქ ის იყო შლაგბაუმები ქვემოთ კიდე ზემოთ და
არ უშვებდნენ ხალხს, რომ ამოწმებდნენ და თუ არ იყო აქაური ჩაწერილი, არ უშვებდნენ ზევით. რომ გაიყვანეს თავიანთი ნაწილები, ფაქტიურად მიტოვებული იყო და სერიოზული რემონტი ჭირდებოდა ყველაფერს. ხო და ჩვენ დავიწყეთ ახლა, აი აქ ეზოში ვატარებდით წირვებს, აი ამ ადგილზე ზუსტად, რომ ვედრებოდით უფალს, რომ უწმინდესი კურთხევით ეს გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე და აქ უნივერსიტეტი დაარსებული. ასეც მოხდა. და მოხდა ისე, რომ პატრიარქის თხოვნით, პატრიარქის ილია მეორის ოფიციალური თხოვნით ეს გადმოეცა საქართველოს საპატრიარქოს. დიდია ხედავთ თქვენ ამოდენა ფაზა უნივერსიტეტი დაარსდა, ავტორიზირებული და დაახლოებით 10 საბაკალავრო პროგრამა გახდა ავტორიზირებული და ამდენივე დაახლოებით სამაგისტრო პროგრამა. და ამავე დროს დაარსდა აქ სკოლა. მერე პატრიარქთან რომ ჩავედი, უწმინდესთან ჩავედი და ვანახე ეს დოკუმენტი თბილისში რომ გადმოგცეს ეს ოფიციალური გამზადებული დოკუმენტი რომ უკვე საპატრიარქოსია, მივიტანე პატრიარქთან და პატრიარქს გაეხარდა ძალიან და შემოხედა და ესეც რა მითხრა. წმინდა სპირიდონი გეხმარება ძალიან, ესე მითხრა. რა არის მისია? როგორც ვიცით, მისია არის საგანგებო დავალება, უმაღლესი დანიშნულება. მისიას ასრულებენ საგანგებოდ მომზადებული ადამიანები სათანადო ბიოგრაფიით და სულისკვეთებით. მთავარ ეპისკოპოსი სპირიდონი ერისკაცობაში გოჩა აბოლაძე ახალგაზრდობაში აკადემიურ განათლებას იღებს. ამთავრებს სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტს, შემდეგ ასპირანტურას. მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 80-90-იანი წლები გოჩა აბოლაძე ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაშია ჩართული. აქ ის ხედავს თავის მისიას. და 9 წლის 9 აპრილი ყველას ახსოვს. და ცოტა ხნის შემდეგ უწესებ დანდებოდა ბათუმში. მაშინ უწესმა ხა რომ ანდრია პილოტოდებული ჩვენი განმანათლებელი მოციქული აჭარიდან შემოვიდა საქართველოში. აი სწორედ ერთ-ერთი ნაბიჯი ამ განათლებისკენ რომ ქრისტიან განათლება აჭარიდან დაიწყოს საქართველოში იყო ზემო აჭარაში, ხულოში სკოლის გახსნა. ის იყო რთული პერიოდი, საქართველოს გამოცხადა დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ნაბიჯები გადაიდგა უკვე დამოუკიდებელ საქართველოს წიაღში. ძალიან აქტიური, ენერგიული და მიზან დასახული და პრინციპული პიროვნება მეუფე სპირიდონი. და მისი დიდი ძალისხმევით მოხდა ამ სკოლის არა მარტო გახსნა, არამედ ფუნქციონირება, მასალის მოწევა, გაცეხება ტექნიკურ განათლებას. ხადია რომ განათლების სისტემა მოიცავს რამდენიმე საფეხურს. სკოლამდელი, სასკოლო განათლება და სკოლის შემდეგ პროფესიული და უმაღლესი განათლება. შემდეგ უკვე შეიქმნა ეს ტექნიკუმი, რომ სკოლა დამთავრებულ ბავშვს პერსპექტივა ჰქონდეს გარკვეული პროფესიის დაუფლების და დასაქმების. ანუ ეს ლოგიკა აი მოქმედების პატრიარქისა ხადი გახდა თანდათან.
ცხადია, ამას მერე უნდა მოყოლოდა შემდეგი ნაბიჯი, უმაღლესი განათლება. მომდევნო წლები მაჩვენეს იქ და უკვე როცა სამოქალაქო ომი მოხდა, შიმშილობა, არეულობა და ყველა ეს სახელმწიფო სტრუქტურების მოშლა. აი ამ დროს სწორედ ფუნქციონირდა ეს სკოლა ხულოში და დიდი ნუგეში იყო მოსახლეობისთვის. ისტორიულად ეკლესია იყო გარანტი ერის განათლების, მისი ზნეობის, აღზის სისტემის, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემის და სწორედ აი ეს პრინციპები ქრისტიანული სარწმუნოებრივი იქ გაცხადა ამ სკოლის და ტექნიკურ გახსნით. მსახურობდა მთავარეპისკოპოსი სპირიდონი მსახურობდა, მან ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, საქმეები დაიწყო. ფაქტიურად ეს იყო აჭარის ქრისტიანულ, ესე ვთქვათ, წარსულთან დაბრუნების პროცესი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ის ხალთის მონასტერში მსახურობდა, მან ხულოში გახსნა სასწავლებელი, აქ იყო, ესე ვთქვათ, საშუალო სკოლაც, იყო ტექნიკური პროფტექნიკური სასწავლებელი და ნუ ეს, ესე ვთქვათ, დიდი გადატრიალება იყო მაშინდელ თან ზემო აჭარა მაინც უფრო სხვანაირად იყო ამ მუსულმანურ რელიგიასთან, მაინც ესე ვთქვათ, უფრო პერიფერია, ნაკლებად იყო ქრისტიანული, ბათუმში ქრისტიანობის თემა უფრო ესე ვთქვათ არ იყო უცხო და ის ძალიან უცხო იყო და ნუ ძალიან ღელვარება იყო ამის გამო რომ ასეთი რა და ძალიან ბევრი ადამიანი მიიზიდა პროფესორს ნუ პედაგოგები, პროფესორები, მეცნიერები და ნუ ახალგაზრდობა და ნუ ესე იგი ეს იყო რაღაცა ბუმი. 1990 წლიდან ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან იწყებს სასულიერო მოღვაწეობას. მეუფე სპირიდონი იმ დროისთვის დიაკონი გრიგოლი მღვდლად აკურთხეს და ხალთის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. სწორედ იმ პერიოდში პატრიარქის დავალებით მღვდელი გრიგოლ აბულაძე ხულოში აფუძნებს საპატრიარქოს სრულ ზოგად საგანმანათლებლო საშუალო სკოლას და საშუალო სპეციალური განათლების სასწავლებელს ტექნიკუმს. 2006 წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა სხალთის ეპარქიის მღვდელმთავრად გამოარჩია. 22 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად სპირიდონი უწოდეს. 24 დეკემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ არქიმანდრიტი სპირიდონი ეპისკოპოსად აკურთხა. წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბილ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორია. აქ ის დიდ მისიას ასრულებს.
საგანმანათლებლო თუ სასულიერო დაწესებულებების საქმიანობა ნის მთლიანობაში ამ ჩვენს კუთხეს განსაკუთრებულს. საჭარის რეგიონმა დედა სამშობლოსთან დაბრუნების გარკვეული ეტაპები გაიარა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ბუნებრივია ფიზიკური დაბრუნება იყო. შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ის ეტაპი, რაშიც ასე ვთქვათ აჭარას გვერდით დაუდგა წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება განათლების კუთხით და მნიშვნელოვან ეტაპს გავდივართ ახლა, ეს არის სულიერება და სარწმუნოებრივი დაბრუნება. სულიერება და სარწმუნოებრივი დაბრუნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ბევრად უფრო რთული პროცესია. ეს ასე ვთქვათ სულიერებისა და სარწმუნოებრივი შემოbrunების ისტორიულ ფესვებზე დაბრუნების საშუალება ჩვენ მოგვეცა სწორედ სხალთის ეპარქიაში მეუფე სპირიდონის მოღვაწეობით. ის წინდახედულება, ის სიბრძნე, ის თავდაუზოგავი შრომის მოყვარეობა, აი ადამიანური ცნობიერებითაც კი შეიძლება მართლა ფელად ვამბობ, შეიძლება ვერც შეფასდეს, რასაც მეუფე აკეთებს. ეს უნივერსიტეტი არის სხვა დანიშნულების. გარდა იმისა, რომ ის აძლევს მაღალ კვალიფიციურ განათლებას ჩვენს ახალგაზრდობას, ასევე ის იმ ეროვნულ ფასეულებებს და ღირებულებებზე ზრდის ახალგაზრდას, რაც დღესდღეობით არის დეფიციტი. როგორც ჩვენ ქვეყანაში, ასევე ზოგადად ეს არის გარკვეული გამოწვევა. არ შეიძლება მადლობა არ გადაუხადო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ჩვენს უწმინდესა და უნეტარეს ილია მეორეს, რომელმაც დააფუძნა ეს უნივერსიტეტი და ამით უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა ახალგაზრდებს და უდიდესი ძალა შეძინა ჩვენს ქვეყანას ახალგაზრდების სახით. მთელი სასწავლო პროცესის შინაარსი გაზღვენთილი არის ეროვნულ პატრიოტული სულისკვეთებით, რა თქმა უნდა, სხვა ერებისადმი პატივისცემით, როგორც მოგახსენეთ, აქ შეუძლია ყველა ერის ადამიანი ეთნიკური წარმომადგენლობის განუსხვავებლად მოვიდეს და მიიღოს მისთვის ხელმისაწვდომი განათლება ყოველგვარი პრობლემის გარეშე. კარგით, გავაგრძელოთ ახლა თემა, რომელზედაც ჩვენ საუბრობდით პირველ ლექციაზე. რა თქმა უნდა, ქართულ ხელოვნებასთან ერთად სოფლიო ხელოვნების ისტორიასაც განვიხილავთ და განსაკუთრებული აქცენტით იმ შუა საუკუნეების მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ჩვენს ეპარქიას ერგება. შუა საუკუნეების მაღალმთიანი აჭარის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლი გვაქვს სხალთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ნიმუშს გადარჩენილ ძეგლთა შორის დღევანდელ სხალთის ეპარქიაში. სტუდენტების მხრიდან მოდის დიდი ინტერესი, მიმდინარეობს სამაგისტრო ნაშრომებში აი ამ ფრესკების შესწავლა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით უნივერსიტეტის ძირითად საცავში, სადაც ასევე წარმოდგენილია ის ძირითადი სახელმძღვანელოები და ლიტერატურა, რომლის ბაზაზეც ხდება სასწავლო პროცესის განხორციელება. აქვე არის სამაგისტრო ნაშრომების ცალკე საცავი, სადაც დაცული არის ჩვენი მაგისტრების მიერ შესრულებული ნაშრომები. შეუძლებელია ის შედეგი დამდგარიყო, რა შედეგსაც ეს 14 წელია ეს უნივერსიტეტი ახორციელებს. ზოგადად ვიცით, რომ განათლება არის ძალიან გრძელვადიანი ინვესტიცია და შემდგომ არის ის შედეგები, რასაც ახალგაზრდები დებენ და ჩვენ როდესაც უკვე რეგიონში გვიწევს გარკვეული შეხვედრები მოგეხსენებათ, ახლა თვითონ სამყაროც ძალიან პატარა და გაიგებენ, რომ ჩვენ ვართ ზემო აჭარის უნივერსიტეტის თანამშრომლები. მქონია შემთხვევა, რომ ქალბატონი ერთხელ გავიხსენებ ამ ფაქტს, მოვიდა და მითხრა, რომ მე 3 შვილის დედა ვარ, რომ არა ეს უნივერსიტეტი ჩემი შვილები განათლებას ვერ მიიღებდნენ. რატომ აბრჩე მაინც და მაინც ეს უნივერსიტეტი? პირველ რიგში, იმიტომ რომ მომეწონა გარემო, მიუხედავად იმისა, რომ არის ქალაქ გარეთ, არის შორს საკმაოდ
და არის გამსხვავებული, რა თქმა უნდა, სხვა უნივერსიტეტებისგან. რატომ არის გამსხვავებული, მაგასაც აუცილებლად ვიტყვი, იმიტომ რომ სხვანაირი ურთიერთობა არის ლექტორსა და სტუდენტს შორის, არის მეგობრული, არის თანადგომა. ხშირად გქონია მეგობრული საუბრები უნივერსიტეტის გარეთაც და მიგვიღია ძალიან კარგი რჩევები ლექტორისგან, თუნდაც ჩვენგან ლექტორს, იმიტომ რომ ეს ხომ მეგობრული ურთიერთობის ერთ-ერთი საწინდარია, რომ გვჯეროდეს ერთმანეთს და ვიყოთ მეგობრულები ერთმანეთის მიმართ. რაც შეეხება ჩემს აქ ყოფნას და ჩემს სტუდენტობას. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ უნივერსიტეტი როგორც ასეთი ძალიან პრესტიჟულია ჩემთვის. გარდა იმისა, რომ ლექტორები სალექციო პროგრამის გარდა გვასწავლიან ადამიანურ და ჰუმანურ მოპყრობის ბევრ სხვა მაგალითს, ეს ჩემთვის პრიორიტეტულია. აქ დარჩენა ჩემთვის ძალიან საამაყოა. დადებითი ემოციებით გვავსებს ყველას და გვასწავლის იმას, თუ დღეს გარდა მომავალში რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. არა მარტო ჩვენი პროფესიის ხრივ, არამედ იმის ხრივ, თუ როგორი უნდა ვიყოთ ოჯახში, საზოგადოებაში და ქვეყნის წინაშე. როცა მოხვათ აქ ისეთი გარემო ადამიანები, ლექტორები და ხვდებათ, რომ შესაბამისად მოგინდება ესე ვთქვათ აქ დარჩენა, სწავლა-განათლების მიღება და ყველაფერი ის, რაც ვთქვათ აქვს ამ უნივერსიტეტს, სრულფასოვნად გახვდის შემდეგ ყველა ჩვენთაგანს. ჩემი სტუდენტური ცხოვრება, ასე რომ ვთქვათ, სხვა სტუდენტებისგან, როგორც არის შოთა რუსთაველის სტუდენტებისგან განსხვავდება, რადგან ხშირად გქონია ერთმანეთში გაცვლა თუ როგორი სტუდენტობა გვაქვს და აი მე გამორჩეული მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ აქვე მაქვს ბინა ვცხოვრობ. მე იმიტომ ვცხოვრობ აქ, რომ ხიჭაური ცოტა არის მიუდგომელი ადგილი, მგზავრობა ჩემთვის დამღლელია, ასე რომ ვთქვათ და უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია ბინაში რომ დავრჩე. სხვა ჩემი მეგობარი სტუდენტები და ასევე კურსელები რჩებიან და თითქოს და ერთად თანაცხოვრებაში ვართ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ვისწავლოთ დამოუკიდებლობა არა მხოლოდ სტუდენტური, არამედ ცხოვრებისეული დამოუკიდებლობა, რომელიც მომავალში ხელს შეგვიწყობს უფრო მყარად და გამართულად შევხვდეთ ცხოვრებას. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მეუფეს, რადგან ის ზრუნავს ჩვენს სრულფასოვან განათლებაზე და თან ეს ყველაფერი არის უფასო. მოგეხსენებათ, ჩვენი ცხოვრება ფინანსებზეა დამყარებული და შესაძლებელია ეს უნივერსიტეტი რომ არ ყოფილიყო, ბევრი ადამიანი, რომელსაც რომ უნდა სწავლა, ან უნდა სწავლა, ის განათლების გარეშე დარჩენილი იყო. გარდა სწავლის საფასურისა, ახალგაზრდას უწევს სხვადასხვა სოციალურ პრობლემებთან გამკლავება და ეს ახალგაზრდების შემდგომ მობილობით ჩვენს უნივერსიტეტში გადმოვიდნენ, დაასრულეს, იხსენებენ და გამოხატავენ მადლიერებას. ეს მადლიერება სტუდენტების, მშობლების, აქ მცხოვრები მაცხოვრებლების მადლიერება მინდა გამომეხატა მეც საჯაროდ. გარდა აკადემიური შრომისა, აქ კიდევ უფრო მეტი მისია გვაკისრია, რომ აი ორი კულტურის, ორი რელიგიის მატარებელი სტუდენტობა ერთმანეთთან რაც შეიძლება ახლოს მივიყვანოთ, რაც შეიძლება ვასწავლოთ შემწყნარებლობა, ურთიერთპატივისცემა და მართლაც აქ ამდენი წლის განმავლობაში მე არ შემინიშნავს, რომ რომელიმე სტუდენტი ერთმანეთს დაპირისპირებოდა რელიგიურ საფუძველზე. მე ადგილობრივი ვარ და ეს თამამად შემეძლია ვთქვა, რომ ეს იყო რაღაც აქ ახალგაზრდობის ადგილზე დამკვიდრების ერთადერთი საშუალება. იყო აქ სიტუაცია, როცა ახალგაზრდობა მიდიოდა მეზობელ სახელმწიფოში, ერთგვარი ხსნა იყო აქ უნივერსიტეტის გახსნა, რომელმაც ხელი შეუწყო ახალგაზრდების გადინების შემცირებას. მეუფე სპირიდონი მამასავით არის ყველასათვის. მე მამა დიდი ხანი აღარ ამყავს და რაღაც მამის სიყვარულსაც განვცდი მის მიმართ. იგი გახლავთ ზემო აჭარაში კერძოდ სხალთის მთავარეპისკოპოსი, იმ ხევობის მთავარეპისკოპოსი, საიდანაც პირველ საუკუნეში ქრისტიანობა გავრცელდა სრულიად საქართველოში. იმ ხეობაში, სადაც მსოფლიოში პირველად აგებული იქნა ქრისტიანული ტაძარი. მისი მეუფე დასმის შემდგომ სწორედ ხულოში აშენდა დიდებული ტაძარი,
აშენდა ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის ცენტრში, აშენდა აგერ ხიჭაურში, ბატონოჩემო უნივერსიტეტის ეზოში ასევე ტაძარი და შენდება ტაძარი ქედაში და ახალი ტაძარი უნივერსიტეტის ეზოში. ქრისტიანული ეროვნული ღირებულებების დამცველი, ქართული ტრადიციების დამცველი პიროვნება, ის გახლავთ კოლოსალური ცოდნის მქონე. სახელით მამისა ჩვენთან არც ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, გილოცავ ჯვართა მაღლებას, გაგახაროთ ღმერთმა. ჯვრის ზალამ დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჯვარი არის ძლეველი ყოველგვარი ბოროტების და დავით აღმაშენებელი თავის ანძერში ამბობს, რომ ჯვრის ზალით გავაკეთებ მე ყველაფერიო, რაც კი გავაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი სამშობლოსთვისო, ჩემი სახელმწიფოსთვისო და ჯვარსვე ვაბარებო, ჯვარსვე ვაბარებო ჩემ საქართველოსო. ზუსტად არც კი ვიცით მეუფე როდის არის დაბადებული, რიცხვი მიახლოებით თქვენ ვიცით, იმიტომ რომ არასდროს არ აღნიშნავს ამ დაბადების დღეს, არასდროს არ უყვარს, არის ძალიან მოკრძალებული. YouTube-ზე ვნახეთ, არის გადის დაიდო ზესოფელში წირვა, საატარებს მაღალ თოვლში წირავს მეუფე. თოვლში. და ვიცით რომ აცვია ის ფეხსაცმელი გარღვეული და სულ ვიძახოდით რომ აიმე ამ თოვლში, ამ სიცივეში და გადავწყვეტეთ რომ რაღაცა ზამთრის ფეხსაცმელი შეგვეძინა. როგორც კი ამოვიტანეთ, მოიწონა რა კარგია, შეგვახალისა ჩვენ რომ ისა ძალიან კარგად გამოვიყენებ, კარგია და გავიდა რამდენიმე დღე, კვირაც მე მგონი არა რომ ეს ნივთი ადგა და სხვას აჩუქ. იმას მივეცი, ვისაც უფრო მეტად ალბათ ჭირდებოდა და კეთილსაქმეს მოვახმაროთ. პირველი ჩემი გაუცება იყო ის მოკრძალებული რეზიდენცია, მას არ ვიცი რეზიდენციას თუ შეიძლება ერქვას, სადაც მეუფე ცხოვრობდა. თავისი ავეჯით, ეს ავეჯი იყო ძალიან უბრალო, წიგნებით, ხატებით, ანალოგიურად თბილისშიც ვესტუმრეთ მეუფეს ოჯახში, იქაც კიდე ისეთი მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობს მეუფე იმ ბინაშიც. აი ეს თავმდაბლობა, ეს მოკრძალება ჩემთვის ეს იყო ძალიან ბევრი რაღაცის თქმელი. რაც შეეხება ცოდნას და განათლებას, ეს ნამდვილად ქვაკუთხედია და საფუძველია თითოეული ჩვენთაგანისთვის და იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, ამისათვის აუცილებელი ყავდეს განათლებული თაობა. უნდა ითქვას, რომ საკმაოდ განათლებული თაობა მოდის, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს მომავალი თაობა, ზუსტად ის თაობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მომავალში ჩაიბარებს და უფრო წინ წაიყვანს, ესე ვთქვათ, მსოფლიო გზაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქედაში საზიკველი ჩაეყარა ეკლესიის მშენებლობას. ზოგადად ეკლესია, უნივერსიტეტი, სწავლის აღზრდის მიმართულება ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვანია და აღნიშნული კადრები სჭირდება ჩვენს რეგიონს და მაღალმთიან აჭარეთს. მიგრაციის შეჩერებასაც, რა თქმა უნდა, კადრები პედაგოგიური მიმართულებით უწყობენ ხელს, რამე თუ უნივერსიტეტში დამთავრებული კურსდამთავრებული საქმდებიან ჩვენს რეგიონებში და ჩვენს სკოლებში. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებში არის სკოლებში კადრების დეფიციტი და ამ უნივერსიტეტმა მოგცა შესაძლებლობა ეს დეფიციტი შეგვეოსო. ხიჭაურის ტველაბუსერის სახელობის უნივერსიტეტი მაღალი დონის პროფესიულ კადრებს ამზადებს და პედაგოგები, რომლებიც ჩვენთან სკოლებში შემოვიდნენ, არიან წარმატებული პედაგოგები, ბევრი მათგანი გახდა წამყვანი, მენტორი, ასევე არიან ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დასაქმებული და მათ სკოლებში შემოიტანეს ახალი მუხტი, გააძლიერეს სასწავლო პროცესი, ღონისძიებები, არაფორმალური განათლება. ერთ სიტყვით ეს უნივერსიტეტი იძლევა საშუალებას აქაურმა ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მიიღონ სრულყოფილი განათლება და ჩვენ როგორც რესურსენს სკოლებს გვეხმარება კადრებით სკოლების უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ მოტივირებულები ვართ, რომ უფრო მაღალ და მაღალ საფეხურებზე ავიდეთ. სამაგისტრო 1, 2 თუ 3 ეს ჩვენთვის პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ საბაზისო
ცოდნას ისე ვიღებთ, რომ ამისთვის რაიმე პრობლემას არ შეგიქმნის, რომ სამაგისტრო ნაშრომი დავიცვათ უპრობლემოდ. ჩემი გადმოსახედიდან ქალაქის ქაოსს მოწყვეტილები ვართ. კი, ბევრი აზრი არსებობს, რომ შორსაა, როგორ ახერხებთ, მაგრამ ქალაქის ქაოსს მოშორებულები ვართ და შვიდად წნარად არც ქაოსი გვაწუხებს, არც არაფერი, მხოლოდ საგნებზე ჩვენი განათლებისთვის და ჩვენი პიროვნული ამაღლებისთვის ვართ მობილიზებული. ჩემი ოჯახი ბათუმშია. ჩემი არჩევანი იყო ეს. ოჯახმა პატივისცა ჩემს აზრს და დამთანხმდა, რომ მესწავლა უნივერსიტეტში, მათგან მოშორებით. ვაღიარებ ასევე იმ ფაქტსაც, რომ არ იყო ჩემი სურვილი, რომ მე აქ ამ უნივერსიტეტში ჩავრიცხულიყავი, იმიტომ რომ აზრზე არ ვიყავი, თუ ჯერ სად იყო ხიჭაური, რა ხდებოდა, იქ უნივერსიტეტი იყო თუ არა და შემთხვევით ჩემმა ბიძაშვილმა ჩამიწერა პირველი ეს უნივერსიტეტი. სწავლის გარდა აქ არის ძალიან კარგი ურთიერთობები. რა თქმა უნდა, სწავლაც და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს შეძენილ მეგობრებს, რომ მასწავლეს თუ რა არის მეგობრობა ზოგადად ურთიერთობა, ასევე ლექტორებსაც. ამ ყველაფერს მე იმიტომ ვამბობ, რომ არ მყოლია ბევრი მეგობარი და ძალიან ბევრი მეგობარი შევიცნი აქ. ასევე სწავლის გარდა გვაქვს ცეკვა, მე დავდიოდი ცეკვაზე ბავშვობიდან, შემდეგ როცა აბიტურიენტი გავხდი, სამწუხაროდ შევეშვი, იმიტომ რომ ფიზიკურად დრო აღარ მქონდა და რომ გავარკვიე, აქ იყო ცეკვა და ისიც რა თქმა უნდა უფასოდ. ძალიან დიდი შრომა გაწია მეუფე სპირიდონმა ჩვენი სკოლის, არა მარტო სკოლის, არამედ უნივერსიტეტების, ხულოში საპატრიარქოს სკოლის და ასევე უნივერსიტეტის გახსნაში. ძალიან ბევრი ბავშვი სწავლობს ჩვენ სკოლაში. დაახლოებით 600 მოსწავლე გვყავდა მარტო ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლაში. ბათუმის სკოლებიდანაც კი გადმოდიოდნენ ჩვენ სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. ვამაყობთ ჩვენი სკოლით, ძალიან წარმატებული პედაგოგები ყავს ჩვენ სკოლას. საგანმანათლებლო ცენტრს ემსახურება ძალიან სანდო და მაღალ პროფესიული კადრები. მეუფე თითოეული ჩვენგანის მარტო ეპისკოპოსი არა, მამა არის. უფალს ვთხოვ, რომ ძალიან დიდხანს გვიმყოფოს ჩვენი მეუფე ზემომთიანი აჭარის გასაძლიერებლად, ჩვენს მხარდასაჭერად.
როცა მე ვასწავლი ძველ ქართულ ლიტერატურას, კლასში მიზის როგორც ქრისტიანი, ასევე მუსულმანი მოსწავლეები. და ძალიან კარგად სწავლობენ ეს ბავშვებიც. შუშანიკის წამებას, აბოს წამებას, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას. ვინდა რომ გავახსენოთ ისტორიული წარსული, საიდან მოვდივართ, ვინ ვართ, რა გზა გავიარეთ. კრძალვა, რიდი სასულიერო პირის მიმართ ყოველთვის არსებობს, მაგრამ როცა სასულიერო პირი თავისი ქმედებით, თავისი ცხოვრების წესით გაძლევს კიდევ უფრო მეტ мотивაციას იმის, რომ ობიექტურად შეაფასოს. და გულსაკლავია ის ინფორმაციები, სრულ ინფორმაცია, ცილის წამებლური, რომელიც ვრცელდება, ამის დამამტკიცებელი არაფერი არ არსებობს. იმიტომ რომ დღეს ყველაფერი საჯარო და ხელმისაწვდომი არის. ძალიან დიდი ცილის წამების მსხვერპლი აღმოჩნდა მეუფე. მაგრამ ესეც გავიგეთ, რომ თურმე ცილის წამება ქრისტიანობაში აღამაღლებს. აქ პიროვნება თქვა, ჩემი იქნება თუ სხვა იქნება, არაფერი შუაში არ არის. ისინი საქმეს ეწინააღმდეგებიან. როცა ასეთი საქმე კეთება და როცა კეთილი საქმე კეთება და ღვთისმსახურება საქმე კეთება, ეშმაკი შურიანია შურს და მერე ვიღაცას აღძრავს, რომ თქვა შეეწინააღმდეგოს ამას. მაგრამ ამ დროს უნდა ლოცვა უნდა გაძლიერდეს. წმინდა სერაფიმე სარაველი ამბობს, რომ ეშმაკი რო დაგარტყავსო, შენ გააძლიერ ლოცვაო და ორჯერ მეტი დაარტყი ლოცვითო და მერე ეშმაკი იტყვისო კაცო, ამას რამდენი დავარტყი, ორჯერ მეტი დავარტყა აქეთო და გავანებებ თავსო რა. ნუ ახლა ეშმაკი მას შეადვილა ჩვენ არანებებს საერთოდ კეთილი საქმეს წინააღმდეგ ყოველთვის ის მტერია და წინააღმდეგია. მაგრამ ლოცვით ხდება ფარველობა, უფალი იფარავს. როცა შეევედრება ადამიანი უფალს და სამღვდელოება და მრევლი, მაშინ უფალი ისმენს და ხა ეშმაკი უზლურია ღვთის წინაშე წყალია. და ამ დროს უნდა მოიწფინო, განსასწრელი უნდა დაიწფინო, აი ესე წერია ფსალმუნში. დაუთმე უფალსა და მხნე იყავდან განძლიერდნენ გული შენიო წერი. უფალს უნდა დაუთმო, განსასწრელი არის გამოსასწრელი ადამიანის, რომ უფრო გამოცდილება შეიძინოს. პავლე მოციქული ამბობს, რომ განსასწრელში დათმენა გამოცდილებას მატებს ადამიანს გამოცდილებაში მატება, მერე მატებს სარწმუნოებას და სარწმუნოებაში მატება უკვე სიყვარულს მატებს. ესე.
მემატიანე გვაუწყებს. ანდრია შევიდა ქვეყანასა ქართლისასა, რომელსაც დიდაჭარა ეწოდების. დიდაჭარა ხულოს რაიონის სოფელია. აი ამ ადგილას აიგო ოდესღაც პირველი ან ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ტაძარი ევროპაში. ანუ აქ ჩვენი ევროპული წარსულის დაფარული ნიშნებია, რომელიც უნდა გაცხადდეს. ნანგრევებზე მალე აიგება ტაძარი. არც სახელი, არც რწმენა, არც ადგილი, არც იმედი არ დაკარგულა, მიუხედავად უცხო ტომების 300 წლიანი ბატონობისა. ლევაჯარი და ვარმაროს და ზედა ხინდა სულსა ესა ჩვენ სამოანიჭე და საბარვესა ქვეშემისა და ისე რათა ვიტყოდე უფალო დიდება შენთა მაღალმთიანი აჭარის მომავალი წარსულის საძირკველზე შენდება. იქნებ ამიტომაც გვეჩვენება, ასე მყარად და ასე საიმედოდ.